მოგესალმებით. დღეს 18 დეკემბერია. გადავწყვიტე ცოტა ეზოში წავიმუშავო. ბოსტანი ფორჩხით ცოტა ავაფხვიერე. მინდა დავთესო რაღაც და მე მოგიყვებით რა. ჯერ ცოტა შემოვიაროთ ვარდები როგორ გამოიყურებია დეკემბრის თვეში. მთები ბურუსშია. ეხლა დღის 3 საათია და უკვე ცოტა გაიწმინდა კიდე, თორემ დილით ხომ საერთოდ არაფერი არ ჩანს ხოლმე. წინა დღეებში ცოტა ღამით ყინვები იყო, ალბათ -3, -2, მაგრამ მე მზე რო გამოდიოდა დღისით ვარდები ისევ კარგად გრძნობდნენ თავს. აქა-იქა ყვავიან, ასე ვთქვათ. ძირითადად თაიგულებს ავჭრი. ამის გასხლა არ მინდა, რა თქმა უნდა, ახლა გაზაფხულზე გავსხლა. ასეთი სიტუაცია ვარდების გარშემო. ჩემი აბრაჰამ დერბი. წაიყინა ბურთულებად დარჩნია, რა თქმა უნდა, ესენი. რა ვიცი, ალბათ არ გაიყვავილებს. ამას ხვარც წვიმა უყვარს, წვიმაშიც ასე ემართება ხოლმე და ჩამოალპება ხოლმე მერე კოკრები. ეს ჩემი ჩაკალმებული ვარდები. ეს გაზაფხულზე გამოჩდება, რა გადარჩა და რა არა, ჯერ რა თქმა უნდა გაშავებული არც ერთი არ არის. ჯერ ადრია ამაზე მსჯელობა. აქაც შარშან ჩაკალმებული მქონდა, მაგრამ წელს ისვენებს ეს ადგილი. რა ვიცი, ალბათ ამას დავთესავ რამე მწვანილს. ეს ქინძი მაქვს აქ. ეს ადგილებიც ჭარხალი იყო აქ. რაც მახსოვს რამე თესა, რამე ერგა. აქ ოხრახუში. ცოტა ქათმებმა რაც გადაუარესეთ, გამოცოცხლდა. ერთი კვირა მაინც წვიმები იყო თან. ესია მონაწვიმები გამოცოცხლდნენ ცოტა. ცოტა სილამაზე. კარალიოკი. ჯერ კიდევ გვაქვს. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ბოსტანს. როგორ მაინტერესებს თქვენ როგორ უვლით ბოსტანს ზამთარში. მაინტერესებს თუ არ დაიზარებთ და მომწერთ მერე თქვენს კომენტარებს, რას აკეთებთ, რომ მიწა იყოს ფხვიერი გაზაფხულისთვის და რით გავამდიდროთ ნიადაგი. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრმა იმ წუთშივე, რაც უცბად მოადგება, აზრად, რომ სასუქი უნდა შევიტანოთ. 1-2 წლის წინ მქონდა ესეთი გამოცდილება, შევიტანეთ სასუქი, შედეგად საშინელება იყო, ბევრი ბოსტანა გამიჩნდა. იმის მერე რაღაც შემოუტანია მეუღლეს სასუქი. მე ვფიქრობ, აღარც არის საჭირო. ზედმეტი გრანულების დაყრა, სასუქები რომ იყიდება. პირველად სასუქი ვიგულისხმენ ნაკელი, ხო? საქონლის ნაკელი. და სასუქი ეს გრანულებით რომ იყიდება ხოლმე სხვადასხვა
მიკროელემენტები, მინერალები, მაინც რახან სახლისთვის გვაქვს ეს ბოსტანი გამიზნული, არ უნდა იყოს მაინც და მაინც ჯანმრთელობისთვის კარგი ალბათ. ვიფიქრე, რომ აღარც მას გამოვიყენებ. თუ ადრე ვიყენებდი ხოლმე, ჩითილებს რო ვგავდი, ცოტ-ცოტას ვაყრიდი იმ გრანულებსაც, მიკროელემენტები, ვფიქრობდი. ცუდი რა უნდა გააკეთოს მაგ მიკროელემენტებმა, მაგრამ ბევრი უარყოფითი კომენტარები მაქვს საკითხული ამის შესახებ, რომ არ არის მაინც და მაინც სასიკეთო მაგიების გამოყენებაც. წავიკითხე ახლა ბევრი ადამიანი რას ხმარობს. ესე იგი არის გარკვეული თესლები, რომელსაც თესავენ ბოსტანში, ზამთრის წინა თვეებში. ხო და ეს სცენარები რომ ამოვა, მერე ყინვა რომ მოდის, წაყინავს და უნდა ჩაიბაროს მიწაში. და ამით მიწაც ფხვირდება. ეს ფესვები გარკვეული ფესვთა სისტემა აქვს ამ ბალახს, რომ ღრმად არ მიდის ეს ფესვები, ეგეც უწყობს ხელს, რომ ნიადაგი გაფხვიერდეს. და რა თქმა უნდა, იმ მწვანე მასასაც რომ ჩაუბარავთ მიწაში, იქნება სასარგებლო მიწისთვის. შარშან მე დავთესე ადრე მომივიდა დათესვა, ეს იყო სადღაც ოქტომბრის ბოლო. და ესე იგი ველოდე, როდის წაყინავს, ნოემბრის ბოლოს არ წაყინა, დეკემბერი დადგა, ვიფიქრე ზამთარია, გაიყინება, არ გაიყინა, ამოვიდა მუხლამდე ეს ბალახი, გამიხდა, რა ვიცი, რა სანერვიულო, თხოვე მერე მეუღლეს მოეთიბა და მერე ისე ჩაუბარე, უკვე გახეტებულიც იყო. ახლა ცოტა გვიან გადავწყვიტი ამ ყველაფრის დათესვა, რა ვიცი, დეკემბრის შუა რიცხვებია. თან ერთი კვირა წვიმები იყო, ნიადაგი სველია. ვფიქრობ, რომ კარგი დრო ამოვარჩიეთ, რა ვიცი, ექსპერიმენტი ნომერი 2, ასე ვთქვათ. ვნახოთ ახლა წელს რა გამოვა. გამიგრძელდა სიტყვა. ესე იგი, რა მაქვს წელს გამზაგებული? აი ეს თესლი. კიდევ აი ეს თესლი არის. ქერი მე მქონდა ჩემი. ქათმებს ხო ვაჭმო ხოლმე ქერს და ქერსაც ავურევ ამ ყველაფერში. ერთმანეთში ავურევ და დავთესავ ამას. ფასს მოაქცევ ყურადღებას, ადრე ნაყიდია. თან ლარებში არ არის ის თანხა. ერთი სიტყვით, აი ეს ჩემი არჩევანი წელს, რაც უნდა დავთესო. და ცოტა ქერი. ხან ყველაფერს ავურევ და დავთესავ. მაინტერესებს თქვენ რას ხმარობთ ხოლმე, თუ ხმარობთ და გაგიგიათ ასეთ მეთოდზე და როგორი აზრის ხართ საერთოდ ამის შესახებ. აი ასეთი გეგმა მაქვს დღეს. მოდით რახან დღეს ჩართვა მაქვს, ქათმებსაც გაჩვენებთ. ეს დაფნა მაქვს, ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, სად დაურგა და დროებით მივაყარე მიწა. ზეთის ხილი წვანეთ არის, მუშმალაც ყვავის. ოდნავ ყინვები კი იყო, მაგრამ არ გაიყინა ყვავილები. ძალიან სასიამოვნო სურნელი დგას სამხის ქვეშ. ეს ქათმები. ისინი არიან უკვე წლინახევრისები, დიდი ქათმები. ვარიკები, სამხელები დაიზარდნენ.
არანაკლებად გამოიყურებია. კვერცხს აღარ დებენ. სადარიან აი აქ არის. ისვენებენ ქალბატონები. დილით ვაჭმევ ხოლმე, ცხერწყალს უსხავ, მაგრამ მაინც ჯერჯერობით არ უნდა კვერცხის დადება. ასეთი ლამაზი მამალი, მაგრამ ძალიან აგრესიული გახდა ამ ბოლო დროს. ადრე მეზობელი ვერ შემოდიოდა ეზოში და ამ ბოლო დროს უკვე ჩემზეც იძევს. ხშა ახლა შვიდათ არის რეაგირებას ახდენს ჩემს მიმართ. ასეთი ხედია საერთო ბოსტანზე. ჩავიაროთ ბარემ ქვევითაც. აგერ ვარიკები ვენახში არიან. რაღა ვარიკები კოდიდები დაიზარდნენ. 9 თვის მერე იწყებენ ესენი კვერცხის დებას. ბრამას ჯიშის ქათმები გვიან იწყებენ კვერცხის დებას და ჯერჯერობით არც კი ფიქრობენ. ხელოსნები სანამ ყვავდნენ, ღობეს ვაკეთებთ. რამოდენიმე დღე საქათმეში იყვნენ დამზღუდეულები და დღეს გამოვუშვი გარით. ისე ერნო მოაკლდათ ბალახი. მამალი მინდა ახლიდან გადავიღო. აი აქ ლამაზი მამალი გამოდგა ეს. სამი მამალი არის, ერთი ასეთი თეთრია, ორი წითელი, ალბათ ერთის დაკლა მომიწევს. ისევ ერთი თეთრი და ერთი წითელი მამალი მეყოლება წერს, მომავალ წერს. აი ეს ახალი ვარიკები, ასეთები დაიზარდნენ. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ მე ბრამას ჯიშის ქათმებით. რაც შეეხება კვერცხს, არ დებენ ბერს. აი ეს მამალი არის. კიდევ აი ეს მამალი, ორი წითელია. საახალწლოდ ალბათ დავკლავ რომელიმეს. რომელიც უფრო სუსტი იქნება, პატარა. ნახოთ. როგორც უბრალო სოფლის ქათმები, იმდენ კვერცხს არ დებენ, მაგრამ მეუღლე კი არ არის კმაყოფილი, ასე თქვა. უბრალო ქათამს არაფერი არ სრობია, კვერცხსაც ბერს დებენ, მაგრამ არც ისინი დებენ წლის ყოველ დღეს. ისინიც ისვენებენ, აწყობენ ხოლმე დასვენებას. ასე ვამართლებთ ჩემს ქათმებს. ნახოთ ახლა ქვევით რა სიტუაცია ავარდებში. ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, მე ეს ბოსტნის თემა მაინტერესებდა. ზამთარში მესმის ზოგმა შეიძლება მომწეროს, რომ ბალახს აყრით, ხო, მუქჩირებასავით აკეთებთ, ჩალპება მერე ეგ ბალახი და გაზაფხულზე გადაბარავთ. მაგრამ იმასე არ ვაკეთებ ხოლმე. აქ ეს ჩემი ამოხებული ზამბახები ჯერ კიდევ
ასე მიწვია, არ დამთავრებულა ღობის ამბები. არ ვიცი, როდის დამთავრდება, ხან წვიმებია, ხან რა. ვარდები. მახარები ჯერ კიდევ ვარდები. სასიამოვნოა დილით რო გამოდიხარ, დილით ხარ როგორც ზაფხულში და გაზაფხულზე დილით ადრე რომ გამოდიხარ, ისე აღარ, მაგრამ როდესაც გამოვდივარ 11-12 საათისკენ ხდება ხოლმე ასეთი ეს უკვე ჩაყვავილდა. ლიზი უშალოდ კუკრებს იკეთებს აქამდე. სხვათა შორის ძალიან ჯანმრთელი არის აქეთ. თვითონ უფრო ის არის საშინელი სიტუაციას უგაუყვითლდა ფოთლები და აქ უფრო ჯანმრთელად გამოიყურება ეს ვარდი. გადავიღებ კიდევ ისტორიისთვის, რომ დამრჩეს სამახსოვროდ, როგორ გამოიყურება დღეისთვის ეს ღობე პროცესში, მშენებლობის პროცესში. აქ რა სიტუაცია გვაქვს? ასეთი გუშინ ჩაასხეს. რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ გაშვეს. დიდი სამუშაო კი მომელის მიაქხა ისევ ამის გასუფთავება, ზამბახების ჩარგვა. ალბათ გაზაფხულისკენ ჩავდგა, ვფიქრობ არაფერი არ მოუვა მაგ ზამბახებს, მანდ რომ ეწყოს, იმიტომ რომ აქ ნიორა ყვავილები მაქვს კიდევ ჩარგული და რომ არ დავაზიანო, სიმეტრია დავიცვა, ზუსტად არც ვერც გამოვთვლი სად არის ის ნიორა ყვავილები. ხეებზე კი არც ერთი ფოთოლი აღარ დარჩა. დედა როგორ ნატრობდი მე ასეთ დროს, შემოდგომით ფოთოლი რომ გასდიოდა და გასდიოდა. არ ვიცი, როდის უფრო კარგი იყო ის ოქროსფერი ფოთლები ხეებზე თუ ასეთი არც ისე სასიამოვნო სანახავი შიშველი ტოტები. ესე ხშირად აღარც გინდა ეზოში გამოსვლა ასეთ ამინდებში, ასეთ ბურუსში, სიცივეში. დღეს ხო საერთოდ მზე არც კი გამოვიდა. ეს ვარდებს შუა ნაცარი არის. თქვენ რას უშვებით ნაცარს? მე აი ამაში ვხმარობ. კარგად კვებავს ნიადაგს ნაცარიც. ისე სოკოვანი დაავადებისთვისაც კარგი არის. ვარდებსაც უყვართ. ხშირად მათ ვარდებს შორის ვყრი ხოლმე ნაცარს. ბოსტონშიც შეიძლება, რა თქმა უნდა, ნაცრის დაყრა. დავბრუნდით ისევ აქ. ახლა მე ამას დავთესავ. ცოტა მე ფორჩხით მიწას მივაყრი. რაც თავარია, ყურადღება უნდა მივაქციო, რომ ქათმები არ შემომივიდნენ აქ. არ გამოფუჭონ აქაურობა. დიდი მადლობა, ვინც დარჩით ბოლომდე ჩემთან. თუ გექნებათ სურვილი
მომწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ უვლით ბოსტონს, ან უბრალოდ შეგიძლიათ დაწეროთ, რას თესავთ ხოლმე, თუ თესავთ რამეს. ნიადაგი გაუმჯობესდეს. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.